გამარჯობა მეგობრებო, ამ ვიდეოში მე თქვენ წაგიკითხავთ და განვიხილავთ 128 შეკითხვას, რომელიც ამერიკის მოქალაქეობის მისაღებად აუცილებლად გექნებათ სასწავლი. აქედან ოფიცერი 20 შეკითხვას დაგისვამთ და 20-დან 12 სწორი პასუხი უნდა გქონდეთ. თუ 12-დან 12 პასუხი გექნებათ, 13-დან 12, 17-დან 12, ოფიცერი აღარ დასვამს 20 შეკითხვას, როგორც კი 12 სწორი პასუხი შეგისრულდებათ, სხვა თემაზე გადავა. ვისაც ეს 128 კითხვა თვალით აქვს ნანახი, ფურცლებზე ან სადმე ელექტრონულად, შეამჩნევდით, რომ ბევრი პასუხი წერია ხოლმე კითხვებზე. ვიღაცებს გონიათ, რომ სწორი პასუხი უნდა გამოიცნონ, რომელია სწორი პასუხი, მაგრამ რეალურად ყველა პასუხი სწორია, თქვენ უბრალოდ უნდა დაიმახსოვროთ ის, რომელიც თქვენ ყველაზე მეტად გიმარტივდებათ. მე ამ ვიდეოში ყველა სწორ პასუხს არ წავიკითხავ, ამოვარჩევ ერთ სწორ პასუხს, რომელიც მე მგონია, რომ ყველაზე მარტივი დასამახსოვრებელია. მაშასე დავიწყოთ. პირველი შეკითხვა. What is the form of government of the United States? რა არის შეერთებული შტატების სახელმწიფო ფორმა? პასუხი. Republic. რესპუბლიკა. მეორე შეკითხვა. What is the supreme law of the land? რა არის ქვეყნის უზენაესი კანონი? US Constitution. აშშ-ის კონსტიტუცია. Name one thing the US Constitution does. დაასახელეთ ერთი რამ, რასაც ამერიკის კონსტიტუცია აკეთებს. Forms the government. ქმნის ფორმას აძლევს მთავრობას. Forms the government. მეოთხე. The US Constitution starts with the words "We the people." What does "we the people" mean? აშშ-ის კონსტიტუცია იწყება სიტყვებით ჩვენ ხალხი. რას ნიშნავს ჩვენ ხალხი? Self-government. თვითმმართველობას. How are changes made to the US Constitution? როგორ შეაქვთ ცვლილებები ამერიკის კონსტიტუციაში? Amendments. შესწორებებით. What does the Bill of Rights protect? რას იცავს უფლებათა ბილი? და უცებ გეტყვით, რომ უფლებათა ბილი არის პირველი 10 ჩასწორება ამერიკის კონსტიტუციაში, რომელიც თითქმის მთლიანად ეხება ადამიანის უფლებებს. პასუხი. The basic rights of Americans. ამერიკელების ფუნდამენტურ უფლებებს. How many amendments does the US Constitution have? რამდენი შესწორება აქვს ამერიკის კონსტიტუციას? 27. აქ სულ მეკითხებიან ხოლმე 20 უნდა თქვა თუ 20. რომელიც გინდათ? 27, 27. მერვე, why is the Declaration of Independence important? რატომ არის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი? It says America is free from British control. აღნიშნავს, რომ ამერიკა თავისუფალია ბრიტანეთის კონტროლისგან. What founding document said the American colonies were free from Britain? რომელ დამფუძნებელ დოკუმენტში ეწერა, რომ ამერიკის კოლონიები თავისუფალი იყვნენ ბრიტანეთისგან? Declaration of Independence. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში. მეათე, name two important ideas from the Declaration of Independence and the US Constitution. დაასახელეთ ორი მნიშვნელოვანი იდეა დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან და ამერიკის კონსტიტუციიდან. Liberty, თავისუფლება, self-government, თვითმმართველობა. მე-11. The words life, liberty and the pursuit of happiness are in what founding documents? სიტყვები სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა, რომელ დამფუძნებელ დოკუმენტშია ნახსენები? Declaration of Independence. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში. What is the economic system of the United States? რა არის შეერთებული შტატების ეკონომიკური სისტემა? Capitalism. ან free market economy. ხანის უმარტივდებათ ხოლმე ხანის. კაპიტალიზმი ან თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა. What is the rule of law? რას ნიშნავს კანონის უზენაესობა? Rule of law იდეაში ითარგმნება კანონის წესი რა არისო, მაგრამ შინაარსობრივად უკეთესია რას ნიშნავს ის, რომ კანონი არის უზენაესი. Everyone must follow the law. ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს.
მე-14. Many documents influenced the US Constitution. Name one. ბევრმა დოკუმენტმა გავლენა მოახდინა ამერიკის კონსტიტუციაზე. დაასახელეთ ერთ-ერთი დოკუმენტი. ისევ Declaration of Independence. დამოუკიდებლობის დეკლარაცია. There are 3 branches of government. Why? არსებობს მთავრობის 3 განშტოება. რატომ? Checks and balances. დამაბალანსებელი მექანიზმები. Name the 3 branches of government. დაასახელეთ მთავრობის 3 შტო. Congress, President and the courts. კონგრესი, პრეზიდენტი და სასამართლოები. მე-17. The President of the United States is in charge of which branch of government? აშშ-ის პრეზიდენტი მთავრობის რომელი განშტოების ხელმძღვანელია? Executive branch. აღმასრულებელი ხელისუფლების. What part of the federal government writes laws? ფედერალური მთავრობის რომელი ნაწილი წერს კანონებს? US Congress, აშშ-ის კონგრესი. აქ ძალიან ხშირად პასუხობენ ხოლმე the president და სულ ეუბნები, რომ ერთი კაცი როგორ დაჯდება და დაწერს იმას, რასაც 500 რაღაცა კაცი აკეთებს კონგრესში. What are the 2 parts of the US Congress? რომელი 2 ნაწილი აქვს ამერიკის კონგრესს? Senate and House. სენატი და წარმომადგენელთა პალატა. Senate and House of Representatives. ესეც შეგიძლიათ რომ უპასუხოთ. Representatives. Name one power of the US Congress. დაასახელეთ აშშ-ის კონგრესის ერთი უფლებამოსილება. Writes laws. წერს კანონებს. How many US senators are there? რამდენი სენატორი გვყავს? 100. 100. How long is a term of a US senator? რამდენი ხნით გრძელდება სენატორის ვადა? 6 years. 6 წელი. Who is one of your state's US senators now? დაასახელეთ თქვენი შტატის ერთ-ერთი მოქმედი სენატორი. თქვენ გყავთ ყველას, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რომელ შტატშიც 2 სენატორი. ერთ-ერთი უნდა დაასახელოთ და თქვენი სენატორის სახელი მარტივად შეგიძლიათ Google-ში მოძებნოთ თქვენი შტატი და მივწერეთ სენატორ. მაგალითად, New York senators now and Pennsylvania senators now. 24. How many voting members are in the House of Representatives? რამდენი ხმის უფლების მქონე წევრია წარმომადგენელთა პალატაში? 435. 435. How long is a term for a member of the House of Representatives? რამდენი ხანი გრძელდება წარმომადგენელთა პალატის წევრის ვადა? 2 years. 2 წელი. 26. Why do US representatives serve shorter terms than US senators? რატომ არის წარმომადგენელთა პალატის წევრების უფლებამოსილების ვადა უფრო მოკლე, ვიდრე სენატორების? ანუ რატო ვირჩევთ რეპრეზენტატორებს 2 წლით და სენატორებს 6 წლით? To more closely follow public opinion. რათა უფრო მისდიონ საზოგადოების მოსაზრებებს. ანუ უფრო იცოდნენ კარგად რა სურს ხალხს. How many senators does each state have? რამდენი სენატორი ყავს თითო შტატს? 2. 2. Why does each state have 2 senators? რატომ ყავს თითო შტატს 2 სენატორი? Equal representation. Equal representation. რათა პატარა შტატებისთვის უზრუნველყოფილი იყოს თანასწორი წარმომადგენლობა. ანუ რადგან შტატი პატარაა, რომ არ დაიჩაგროს. Name your US representative. დაასახელეთ თქვენი რეპრეზენტატორი, ანუ თქვენი წარმომადგენელი წარმომადგენელთა პალატაში. ესეც თქვენ უნდა მოიძიოთ თქვენი მისამართით. Google-ში ჩაწერეთ find my representative. იქ მოგთხოვენ თქვენს მისამართს და მისამართის მიხედვით ამოგივარდებათ სახელი და გვარი და ის სახელი და გვარი დაიმახსოვრეთ. 20. What is the name of the Speaker of the House of Representatives now? ვინ არის წარმომადგენელთა პალატის ამჟამინდელი სპიკერი? ამჟამინდელი მონაცემებით სპიკერი არის მაიკ ჯონსონ, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს პასუხი, ამიტომ აუცილებლად იგივენაირად დაგუგლეთ
Speaker of the House now. და ვისაც ამოგიგდებთ, ის დაიმახსოვრეთ. Who does a US senator represent? ვის წარმოადგენს აშშ-ს სენატორი? ანუ რას გულისხმობენ? სენატში რომ ზის, იქ ვისი სახელით ზის, ვის წარმოადგენს? Citizens of their state. მოქალაქეებს საკუთარი მათი შტატებიდან. Who elects US senators? ვინ ირჩევს ამერიკის სენატორებს? Citizens of their state. მოქალაქეები მათი შტატებიდან. Who does a member of the House of Representatives represent? ვის წარმოადგენს წარმომადგენელთა პალატის წევრი? სენატორი ხომ გავიგეთ? ეხლა წარმომადგენელი ვის წარმოადგენს? Citizens of their district. მოქალაქეებს მათ ოლქებში. Who elects members of the House of Representatives? ვინ ირჩევს წარმომადგენელთა პალატის წევრებს? Citizens from their district. მოქალაქეები მათი საარჩევნო ოლქიდან. Some states have more representatives than other states. Why? ზოგიერთ შტატს სხვა შტატებთან შედარებით უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავს. რატომ? Because they have more people. იმიტომ რომ მათ ჰყავთ მეტი ხალხი. The President of the United States is elected for how many years? პრეზიდენტს რამდენი წლის ვადით ვირჩევთ? 4 years. 4 წლის. The President of the United States can serve only for 2 terms. Why? აშშ-ს პრეზიდენტს თანამდებობის დაკავება მხოლოდ 2 ვადით შეუძლია. რატომ? The 22nd Amendment. ან 22nd. კონსტიტუციის 22 შესწორების გამო. What is the name of the President of the United States now? ახლა Donald Trump იქნება პასუხი, მაგრამ რა თქმა უნდა აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენ როცა გიწევთ გასვლა მაშინ. 39. What is the name of the Vice President of the United States now? რა ქვია ახლა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს? JD Vance, მაგრამ სანამ გახვალთ აუცილებლად გადაამოწმეთ. აქ შეადამამი ხოლმე GD-ს, GD არა, JD Vance. მე-40. If the president can no longer serve, who becomes president? თუ პრეზიდენტი ვეღარ მსახურობს, ვეღარ აგრძელებს მსახურებას, ვინ ხდება პრეზიდენტი? The vice president, ვიცე-პრეზიდენტი. Name one power of the president. დაასახელეთ პრეზიდენტის ერთ-ერთი უფლებამოსილება. Vetoes bills. Vetoes bills. Vetoes ადებს კანონ პროექტებს. Who is the commander-in-chief of the military? ვინ არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი? The president. პრეზიდენტი. Who signs bills to become laws? ვინ აწერს ხელს კანონ პროექტებს, რომ ისინი კანონები გახდნენ? The president. პრეზიდენტი. Who vetoes bills? ვინ ადებს ვეტოს კანონ პროექტებს? The president. პრეზიდენტი. Who appoints federal judges? ვინ ნიშნავს ფედერალურ მოსამართლეებს? The president. პრეზიდენტი. The executive branch has many parts. Name one. აღმასრულებელი შტო მრავალი ნაწილისგან შედგება. დაასახელეთ ერთ-ერთი მათგანი. The president. What does the president's cabinet do? რას აკეთებს პრეზიდენტის კაბინეტი? Advises the president. რჩევას აძლევს პრეზიდენტს. What are 2 cabinet level positions? დაასახელეთ კაბინეტის 2 თანამდებობა. Secretary of State, სახელმწიფო მდივანი, and Vice President, რაც უკვე ვიცით, ვიცე-პრეზიდენტი. Why is the Electoral College important? რატომ არის საარჩევნო კოლეგია მნიშვნელოვანი? It decides who is elected president. It decides who is elected president. იგი წყვეტს, ვინ იქნება არჩეული პრეზიდენტი. 50. What is one part of the judicial branch? რა არის ხელისუფლების სასამართლო შტოს ერთ-ერთი ნაწილი? Supreme Court. უზენაესი სასამართლო. 51. What does the judicial branch do?
რას აკეთებს სასამართლო ხელისუფლება ან სასამართლო შტო? Reviews laws. Reviews laws. ამოწმებს, გადახედავს კანონებს. What is the highest court in the United States? რომელია ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სასამართლო? The Supreme Court. უზენაესი სასამართლო. How many seats are on the Supreme Court? რამდენი მოსამართლეა უზენაეს სასამართლოში? ამ წუთას პასუხი არის 9. 9. How many Supreme Court justices are usually needed to decide a case? ჩვეულებრივ უზენაესი სასამართლოს რამდენი მოსამართლეა საჭირო საქმის გადასაწყვეტად? 5. 5. 55. How long do Supreme Court justices serve? რა ვადით მსახურობენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები? For life. უვადოდ, სიცოცხლის ბოლომდე. Supreme Court justices serve for life. Why? უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები თანამდებობაზე უვადოდ ინიშნებიან. რატომ? To be independent. რომ იყვნენ დამოუკიდებლები. And to be independent of politics. რომ იყვნენ პოლიტიკისგან დამოუკიდებლები. Who is the Chief Justice of the United States now? ვინ არის ამჟამად შეერთებული შტატების მთავარი მოსამართლე? დღევანდელი სწორი პასუხი არის John Roberts. 58. Name one power that is only for the federal government. დაასახელეთ ერთ-ერთი უფლებამოსილება, რომელიც მხოლოდ ფედერალურ მთავრობას ეკუთვნის. Print paper money. ქაღალდის ფულის ბეჭდვა. Name one power that is only for the states. დაასახელეთ ერთ-ერთი უფლებამოსილება, რომელიც მხოლოდ შტატებს ეკუთვნით. Give a driver's license. მართვის მოწმობის გაცემა. 60. What is the purpose of the 10th amendment? რა არის კონსტიტუციის მე-10 ჩასწორების მიზანი? და ყველაზე გრძელი პასუხი მეგობრებო, მზად ხართ? The powers not given to the federal government belong to the states or to the people. ეს იგი ადგენს, რომ ყველა ის უფლებამოსილება, რომელიც ფედერალურ ხელისუფლებას არ აქვს მინიჭებული, ეკუთვნის შტატს ან და ხალხს. ანუ რო ახსნა ეხლა ეს რა ხდება? თუ ფედერალურ მთავრობას ვაშინგტონში როზის აი მან ფედერალურ მთავრობას არ განისაზღვრება რაიმე უფლებამოსილება. მაგალითად ავიღოთ ჯანდაცვა. მაშინ, რადგან ჯანდაცვა არ არის ფედერალური მთავრობის პასუხისმგებლობა, თითოეული შტატი თვითონ გადაწყვეტს, როგორი ჯანდაცვა უნდა რომ ჰქონდეს. იგივე მაგალითი არის თუნდაც ის driver's license, ხო? რადგან მართვის მოწმობის გაცემა არ არის ფედერალური რაღაცა და შტატში ხდება, თითოეულ შტატში და ეს ყველამ კარგად ვიცით, რომ ნიუ-იორკს თავისი DMV აქვს, ნიუ-ჯერსის თავისი და ასე შემდეგ. თუ რადგან ის ფედერალური მთავრობის უფლებამოსილება არ არის, მაშინ ჩვენ ხალხი ან შტატის მთავრობა განსაზღვრავს ამ ყველაფერს მოკლედ. იმედია გასაგებია. კიდევ ერთხელ გამიმეორებ. The powers not given to the federal government belong to the states or to the people. 61. Who is the governor of your state now? ვინ არის ამჟამად თქვენი შტატის გუბერნატორი და ესეც უნდა დაგუგლოთ. მაგალითად, Ohio governor now. მოგიგდებთ ახლოს და გვარს. What is the capital of your state? რა არის თქვენი შტატის დედაქალაქი? იგივენაირად ეს ინფორმაცია თქვენ თავად უნდა მოიძიოთ. There are 4 amendments to the Constitution about who can vote. Describe one of them. კონსტიტუციაში არის 4 ჩასწორება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის შეუძლია ხმის მიცემა. დაასახელეთ ერთ-ერთი ჩასწორება. Citizens 18 and older can vote. 18 წლისა და უფროს მოქალაქეებს შეუძლიათ ხმის მიცემა. Who can vote in federal elections, run for federal office, and serve on a jury in the United States? ვის შეუძლია ფედერალურ არჩევნებში ხმის მიცემა, ფედერალურ არჩევნებში კანდიდატის სახით მონაწილეობა და სასამართლოში ნაფიც მსაჯულად მონაწილეობა. Citizens, მოქალაქეებს. What are 3 rights of everyone living in the United States?
ამერიკაში მცხოვრები ყველა ადამიანის 3 უფლება დაასახელეთ. Freedom of speech, სიტყვის თავისუფლება, freedom of religion, რელიგიის თავისუფლება, and freedom of expression, გამოხატვის თავისუფლება. What do we show loyalty to when we say the pledge of allegiance? ეს კითხვა ძალიან უჭირთ ხოლმე. Pledge of allegiance არის პაწუწუნა, პატრიოტული რაღაცა ლექსი, ითარგმნება როგორც ერთგულების ფიცი და ამ კითხვაში გვეკითხებიან, ამ ერთგულების ფიცის თქმით, რას ვუცხადებთ ერთგულებას? ანუ რა ვკითხულობთ ამ ერთგულების ფიცს, რის მიმართ გამოვხატოთ ერთგულებას? პასუხი არის the United States, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან the flag, დროშას. ერთ-ერთი აირჩიეთ. Name 2 promises that new citizens make in the oath of allegiance. დაასახელეთ 2 დაპირება, რომელსაც ახალი მოქალაქეები დებენ ერთგულების ფიცის დადებისას. ფიცის ცერემონიას რო ვახსენებთ ხოლმე, ინგლისურად ეს არის oath of allegiance ceremony. და ანუ ეს რო ხდებაო, რო გადიან ამაზე ახალი მოქალაქეები, რა 2 პირობას დებენ. პირველი არის be loyal to the United States. იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულნი და მეორე serve the nation. ქვეყნის მსახურება. თუ საჭირო იქნება. Serve the nation. How can people become United States citizens? როგორ შეუძლიათ ადამიანებს გახდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები? Naturalize or naturalize. როგორც გიმარტივდებათ, ნატურალიზაციით. Naturalize. 69. What are 2 examples of civic participation in the United States? რა არის აშშ-ში სამოქალაქო ჩართულობის 2 მაგალითი? Vote, ხმის მიცემა, and join a political party. პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანება. What is one way Americans can serve their country? რა ერთი გზით შეუძლიათ ამერიკელებს, რომ თავიანთ ქვეყანას ემსახურონ? Vote, ხმის მიცემით. 71. Why is it important to pay federal taxes? რატომ არის ფედერალური გადასახადების გადახდა მნიშვნელოვანი? Required by law. კანონის მოთხოვნაა. 72. It is important for all men age 18 through 25 to register for the selective service. Name 1 reason why. მნიშვნელოვანია, რომ 18-დან 25 წლამდე ყველა მამაკაცი დარეგისტრირდეს არჩევით სამხედრო სამსახურში. დაასახელეთ ერთ-ერთი მიზეზი რატომ? Required by law. კანონით მოთხოვნილია. The colonists came to America for many reasons. Name 1. კოლონისტები ამერიკაში მრავალი მიზეზის გამო ჩამოვიდნენ. დაასახელეთ ერთ-ერთი მიზეზი. Freedom. თავისუფლება. Who lived in America before the Europeans arrived? ვინ ცხოვრობდა ამერიკაში, სანამ ევროპელები ჩამოვიდოდნენ? American Indians. ამერიკელი ინდიელები ან ადგილობრივი მკვიდრი ამერიკელები. What group of people was taken to America and sold as slaves? რომელიც ჯგუფის ხალხი მიყავდათ ამერიკაში და ყიდდნენ მონებად? Africans. აფრიკელები. What war did the Americans fight to win independence from Britain? რომელ ომში იბრძოდნენ ამერიკელები, რომ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოეპოვებიათ? American Revolution. ამერიკის რევოლუციის ომში. Name 1 reason why the Americans declared independence from Britain. დაასახელეთ ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ამერიკელებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა ბრიტანეთისგან. Because of high taxes. მაღალი გადასახადების გამო. Who wrote the Declaration of Independence? ვინ დაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაცია? Thomas Jefferson. Thomas Jeffersonმა. When was the Declaration of Independence adopted? როდის მიიღეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია? July 4, 1776. 1776 წლის 4 ივლისს. The American Revolution had many important events. Name 1.
ამერიკის რევოლუციის დროს მრავალი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, დაასახელეთ ერთ-ერთი Declaration of Independence, დამოუკიდებლობის დეკლარაცია. There were 13 original states, name 5. თავდაპირველად იყო 13 შტატი, დაასახელეთ 5. New York, New Jersey, Pennsylvania, Georgia, Virginia. What founding document was written in 1787? რომელი დამფუძნებელი დოკუმენტი დაიწერა 1787 წელს? US Constitution, ამერიკის კონსტიტუცია. The Federalist Papers supported the passage of the US Constitution. Name one of the writers. ფედერალისტების წერილები მხარს უჭერდა აშშ-ის კონსტიტუციას, დაასახელეთ ერთ-ერთი ავტორი, ჩემსაყვარელი Alexander Hamilton. Why were the Federalist Papers important? რატომ იყო ფედერალისტური წერილები მნიშვნელოვანი? They helped people understand the Constitution. ხალხს დაეხმარა ამერიკის კონსტიტუციის გაგებაში. What is one thing Benjamin Franklin is famous for? დაასახელეთ ერთი რამ, რითაც ცნობილია Benjamin Franklin. US diplomat. ამერიკის დიპლომატი. George Washington is famous for many things. Name one. George Washington არის ბევრი რამით ცნობილი, დაასახელეთ ერთ-ერთი. First president of the United States. შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი. Thomas Jefferson is famous for many things. Name one. Thomas Jefferson-ი არის ცნობილი ბევრი რამით, დაასახელეთ ერთ-ერთი. Writer of the Declaration of Independence. დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი. Writer of the Declaration of Independence. James Madison is famous for many things. Name one. James Madison-ი ბევრი რამის გამოა ცნობილი, დაასახელეთ ერთ-ერთი. Father of the Constitution. კონსტიტუციის მამა. Alexander Hamilton is famous for many things. Name one. Alexander Hamilton-ი არის ბევრი რამის გამო ცნობილი, დაასახელეთ ერთ-ერთი. First Secretary of the Treasury. ხაზინის პირველი მდივანი. First Secretary of the Treasury. What territory did the United States buy from France in 1803? რომელი ტერიტორია შეიძინა შეერთებულმა შტატებმა საფრანგეთისგან 1803 წელს? Louisiana. Name one war fought by the United States in 1800s. დაასახელეთ ერთი ომი, რომელშიც აშშ მონაწილეობას იღებდა 1800-იან წლებში, ანუ 1800-დან 1900 წლამდე, და ეს არის Civil War, სამოქალაქო ომი. 92. Name the US war between the North and the South. დაასახელეთ აშშ-ის ომი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, The Civil War, სამოქალაქო ომი. The Civil War had many important events. Name one. სამოქალაქო ომის დროს ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, დაასახელეთ ერთ-ერთი. Lincoln was assassinated. Lincoln was assassinated. Lincoln-ი მოკლეს, ან მეორე უფრო მარტივია კიდევ, Gettysburg, ეს გეტისბურგის ბრძოლა, Gettysburg ან Gettysburg, რომელიც გიმარტივდებათ. Abraham Lincoln is famous for many things. Name one. Abraham Lincoln-ი ბევრი რამის გამოა ცნობილი, დაასახელეთ ერთ-ერთი. Freed the slaves. Freed the slaves. გაანთავისუფლა მონები. What did the Emancipation Proclamation do? რა გააკეთა განმანთავისუფლებელმა პროკლამაციამ? ან ემანსიპაციის პროკლამაციამ ქართულად ესეც ამბობენ ხოლმე? Freed the slaves. გაანთავისუფლა მონები. Freed the slaves. What US war ended slavery? ამერიკის რომელმა ომმა დაასრულა მონობა? Civil War, სამოქალაქო ომმა. What amendment says all persons born or naturalized in the United States and subject to the jurisdiction therefore are US citizens? რომელი შესწორება განსაზღვრავს, რომ აშშ-ის მოქალაქეა ყველა ადამიანი, რომელიც დაიბადა ან და ნატურალიზაციას დაექვემდებარა აშშ-ში და ექცევა მის იურისდიქციაში. მოკლედ,
რომელ შესწორებაში წერია, რომ ყველა ადამიანი, რომელიც დაიბადა ამერიკაში, ან ნატურალიზაცია გაიარა ამერიკაში, არის ამერიკის იურისდიქციაში მოქცეული და ყველა კანონი ეხება მას და იცავს მას. 14th Amendment. მე-14 შესწორება. When did all men get the right to vote? როდის მიიღო ყველა კაცმა ხმის მიცემის უფლება? After the Civil War. სამოქალაქო ომის დროს. მერე. Name one leader of the women's rights movement in the 1800s. დაასახელეთ 1800-იან წლებში ქალთა უფლებების ერთ-ერთი ლიდერი, ან ქალთა უფლებების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, Susan B. Anthony. Susan B. Anthony. მე ასე, name one war fought by the United States in the 1900s. დაასახელეთ ერთ-ერთი ომი, რომელშიც აშშ მონაწილეობდა 1900-იანებში, World War I. პირველი მსოფლიო ომი. Why did the United States enter World War I? რატომ შეუერთდა აშშ პირველ მსოფლიო ომს? Because Germany attacked US ships. Because Germany attacked US ships. იმიტომ რომ გერმანიამ იერიში მიიტანა აშშ-ს ხომალდებზე. When did all women get the right to vote? როდის მიიღო ყველა ქალმა ხმის მიცემის უფლება? 1920. 1920 წელს. 1920. What was the Great Depression? რა იყო დიდი დეპრესია? Longest economic recession in modern history. Longest economic recession in modern history. ყველაზე ხანგრძლივი ეკონომიკური რეცესია თანამედროვე ისტორიაში. When did the Great Depression start? როდის დაიწყო დიდი დეპრესია? The Great Crash. დიდი კრახის მერე. Who was president during the Great Depression and World War II? ვინ იყო პრეზიდენტი დიდი დეპრესიის და მეორე მსოფლიო ომის დროს? Franklin Roosevelt. Franklin Roosevelt. Why did the United States enter World War II? რატომ შეუერთდა აშშ მეორე მსოფლიო ომს? Pearl Harbor. Pearl Harbor. ეს Pearl ამის თქმა უჭერთ ხოლმე და შეგიძლიათ ვთქვათ, რომ to support the Allied powers. Dwight Eisenhower, ხან Eisenhower's ამბობენ ვერ გავიგე, is famous for many things. Name one. Dwight Eisenhower-ი ბევრი რამის გამო არის ცნობილი, დაასახელეთ ერთ-ერთი. General during World War II. გენერალი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. Who was the United States main rival during the Cold War? ვინ იყო აშშ-ს მთავარი მეტოქე ცივი ომის დროს? Soviet Union. საბჭოთა კავშირი ან შეგიძლიათ ვთქვათ Russia, რუსეთი. During the Cold War, what was one main concern of the United States? ცივი ომის დროს რა იყო აშშ-ს მთავარი წუხილი ან პრობლემა? პასუხი არის კომუნიზმი. Why did the United States enter the Korean War? რატომ შეუერთდა აშშ კორეის ომს? To stop the spread of communism. რათა შეეჩერებინა კომუნიზმის გავრცელება. Why did the United States enter the Vietnam War? ვიეტნამის ომში რატომ ჩაერთო? To stop the spread of communism. What did the civil rights movement do? რა გააკეთა სამოქალაქო უფლებათა მოძრაობამ? Fought to end racial discrimination. Fought to end racial discrimination. იბრძოლა რასობრივი დისკრიმინაციის აღმოსაყრებლად. Martin Luther King Jr. is famous for many things. Name one. Martin Luther King Jr. ბევრი რამის გამო არის ცნობილი, დაასახელეთ ერთ-ერთი მათგანი. Fought for civil rights. Fought for civil rights. იბრძოლა სამოქალაქო უფლებებისთვის. Why did the United States enter the Persian Gulf War? რატომ შეუერთდა აშშ სპარსეთის ყურის ომს? To force the Iraqi military from Kuwait. To force the Iraqi military from Kuwait.
რათა ერაყის სამხედრო ძალები იძულებინა გასულიყო ქუვეითიდან. What major event happened on September 11, 2001 in the United States? რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში? Terrorists attacked the United States. ტერორისტები თავს დაესხნენ შეერთებულ შტატებს. Name one US military conflict after the September 11, 2001 attack. დაასახელეთ აშშ-ის ერთ-ერთი სამხედრო კონფლიქტი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ დაიწყო. War on Terror. ომი ტერორიზმის წინააღმდეგ. Name one American Indian tribe in the United States. დაასახელეთ ერთი ამერიკელ ინდოელთა ტომი აშშ-ში. Cherokee. ყველაზე მეტად ეს უმარტივდება ხოლმე. Cherokee. Name one example of an American innovation. დაასახელეთ ერთ-ერთი ამერიკული გამოგონება automobiles, cars. ავტომობილი, მანქანები. What is the capital of the United States? რა არის შეერთებული შტატების დედაქალაქი? Washington DC. Where is the Statue of Liberty? სად მდებარეობს თავისუფლების ქანდაკება? New York Harbor. Why does the flag have 13 stripes? რატომ აქვს დროშას 13 ზოლი? Because there were 13 original colonies. რადგან 13 ძირითადი კოლონია იყო თავდაპირველი კოლონია. Why does the flag have 50 stars? რატომ აქვს დროშას 50 ვარსკვლავი? Because there are 50 states. რადგან გვაქვს 50 შტატი. Because there are 50 states. What is the name of the national anthem? რა არის ეროვნული ჰიმნის სახელი, ანუ რა ქვია ჰიმნს? The Star Spangled Banner. ვარსკვლავებით მოჭედილი დროშა. The Star Spangled Banner. The nation's first motto was E Pluribus Unum. What does that mean? ესე იგი, ქვეყნის პირველი სლოგანი, მოტო იყო E Pluribus Unum ლათინურად და რას ნიშნავს ეს ფრაზა? We all become one. ჩვენ ყველანი ვხდებით ერთნი. We all become one. What is Independence Day? რა არის დამოუკიდებლობის დღე? The country's birthday. ქვეყნის დაბადების დღე. The country's birthday. Name 3 national US holidays. დაასახელეთ 3 ნაციონალური ეროვნული დღესასწაული. Memorial Day, Thanksgiving Day and Christmas. ანუ მემორიალის დღე, მადლიერების დღე და შობა. What is Memorial Day? რა არის მემორიალის დღე? A holiday to honor soldiers who died in the military service. კიდევ ერთხელ, a holiday to honor soldiers who died in military service. დღესასწაული დაღუპული ჯარისკაცების პატივის მისაღებად. და ბოლო, what is Veterans Day? What is Veterans Day? რა არის ვეტერანების დღე? A holiday to honor people in the US military. A holiday to honor people in the US military. დღესასწაული აშშ-ის სამხედრო სამსახურში მყოფი ადამიანების პატივის მისაღებად. ანუ Memorial Day არის იმათვის, ვინც გარდაიცვალა და ეს არის ყველა ადამიანის, ვისაც კი უმსახურია სამხედროში. მოკლედ, სულ ეს იყო ჩვენი 128 შეკითხვა. ისწავლეთ ახლა ეს შეკითხვები. მე დავდებ ვიდეო, სადაც ცოტა ავურევ, თავმჯდომარებით არ მივყვები. მე ისე დავდებ, რომ 1-2-3 წამი გქონდეთ მოსაფიქრებლად და მე იყო სწორი პასუხი და ესე რაღაცნაირად ნელ-ნელა აუცილებლად ვისწავლით ამ ჩვენ 128 შეკითხვას, ოღონდ არ დავიზეპიროთ, ვისწავლით შინაარსობრივად. წარმატებას გისურვებთ ყველას. ნახვამდის. აშშ-ის მოქალაქეა ყველა ადამიანი, რომელიც დაიბადა ნატურალიზაციას დაექვემდებარება. Oh my god. მოქალაქეა ყველა ადამიანი, რომელიც დაიბანდა რა არის?
კაი, წელი ხარ. წელი ხარ. წელი ხელს მიშლი. მე წელი. წადი კუტი ჩანს. გავწყდი.